შექმნეს გარკვეული მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, შეურაცხმოა მიაყენონ ყველას და ყველაფერს, მათ შორის პატრიარქს, მათ შორის მაშინ, როდესაც ჯერ ის განსასვენებლად მიბარებულიც არ იყო და ხედავდით ამ დღეებში, ამას კადრულობდნენ, ის რასაც ქართველს არ ეკადრება, იმას კადრულობდნენ. ეს ერთი, თუმცა მეორე ვიხილეთ ის, რომ მართლაც მილიონები დახარჯეს, ასე ვთქვათ, ამ პროექტში. დახარჯეს ენერგია, რესურსი, ატარეს სემინარები, რეცხეს ტვინები, შექმნეს ხელოვნური საკუთარ გემოზე მორგებული ქართველი ერი, რომელზეც ევროკავშირის პრესპიკერი საუბრობს ხოლმე, რომ ქართველ ხალხს როცა საუბრობს, გულისხმობს ამ მცირე ჯგუფს ადამიანებისა და ეს ყველაფერი ერთ დღეში ჩამოემსხვათ ხუხულასავით. ესე ჩვენი დათვლა ხო არ არის, რომ 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი იყო მისული პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად. რა რეგულირებაზე და რა პრეფერენციებზე შეიძლება იყოს საუბარი. სინამდვილეში ამას საუბრობენ ადამიანები, რომელსაც თავად არ მიესწრებოდათ იქ. როგორ შეიძლება ჩვენი გვენახა ადამიანები, რომლებიც პატრიარქს პრორუსს უწოდებდნენ, რომელიც ეკლესიას, ქართულ ეკლესიას კრემლიდან მართულს უწოდებენ. ამას როცა ამბობენ და ამ დღეებშიც ამბობენ ეს ადამიანები და კიდე ბევრი გავიხსენეთ, მივიწყებულიც ქონდა ცოტათი, მაგრამ ნახეთ მედია რომ როგორ იყო ჩართული ამ ყველაფერში. ნიკა გვარამიას ევროპული და პრემიები აქვს მიღებული როგორც ჟურნალისტ, პრემიის ლაურეატი არის, რეზოლუციებს უძღვნის, რომ ეს არის ევროპული ღირებულებების მატარებელი ჟურნალისტიკა. და ნახეთ, გავიხსენეთ ის კადრები, ადამიანი როგორ გამოდის და როგორ ლანძღავს. პირდაპირ ამ სიტყვებით ლანძღავს ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს და ყველაფერსაც ეკლესიასთან არის დაკავშირებული. აი ამ ლანძღველებს რომ ევროკავშირი პრემიებით აჯილდოებს და რეზოლუციებს უძღვნის. ამით ხო ამბობს თუ სადგას ღირებულებითა დღეს ბრიუსელის ხელში ევროკავშირი. თქმა უნდა, ხა ასე საუბრობენ იმისთვის, რომ სინამდვილეში შენიღბონ საკუთარი ჩარევა ეკლესიის საქმეებში და ხედავთ მათი მხრიდან მცდელობებს ამისა. ხედავთ ჩვენ ხომ რომ უცხოეთიდან დაფინანსებული მედია პირდაპირ უძღვნის უკვე სტატიებს თუ სიუჟეტებს ამ ფაქტს, ვინ იქნება, ვინ არ იქნება და ასე შემდეგ. პარტიული მედია ამას ჩართული არის, ხედავთ კვლავ მათ შორის თავდასხმას სხვადასხვა იერარქიის წარმომადგენლებზე, მოსამყეზე ხედავთ განსაკუთრებით თავდასხმას და კიდევ ერთხელ ჩემი სურვილი იქნება და მოუწოდებ ყველას, რომ ყველანაირად თავი შეიკავონ ამ პროცესებისგან. ეს არის მიანიშნებს უვიცობაზე და დაბა სულიერებაზე ადამიანებს. როცა ქალბატონი სალომე იქნება თუ სხვები საუბრობენ, რომ ეკლესია უნდა იყოს პრო რაღაც პოლიტიკური ორიენტაციით და პროევროპულობას პოლიტიკური ორიენტაცია, ამ ადამიანებს ან არ ესმით საერთოდ რაც საუბრობენ, ან კიდევ ერთხელ არის მცდელობა, რომ იდეოლოგიურ მარწუხებში მოაქციონ ეკლესია. დღეს მცდელობა არის, რომ მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიის ხელითაც, რომ ევროკავშირი როგორც იდეოლოგიური პროექტი იქნას წარმოდგენილი, რომელიც უნდა ჩაანაცვლოს მათ შორის, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლოს რელიგიაც, გარკვეულწილად ფსევდორელიგია გახდეს, უნდა ვიფიცოთ შემდეგ ბრიუსელის მზე და ასე შემდეგ. საუბრობენ დამნაშავეებზე, რომელსაც მისჯილი აქვს სასჯელები და რაღაც მაღალი მატერიები ცდილობენ რომ ისაუბრონ ამ საკითხზე, პატიება, შენდობა, რაღაც სულძელობის გამოჩენა და ასე შემდეგ. დავიწყდება თავარი კომპონენტი პატიებისაც, შენდობისაც, დღეს ხომ განსაკუთრებით რაღაც რელიგიურ ქრისტიანულ საკითხებზეც დაფიქრდა მთელი საზოგადოება. თავარი კომპონენტი შენდობის არის სინანული. თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა. ეს არის წინაპირობა. ამას თავისი ფორმალურ სამართლებრივი მხარეც აქვს, ხო? როდესაც ეს პროცესები იყო, პროკურატურა ყოველთვის აცხადებს, რომ ის ვის მზად არის აღიაროს საკუთარი დანაშაული, ითანამშრომლობს პროკურატურასთან. მზად არის პროკურატურა იყოს რბილი ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით და შესაბამისი მექანიზმები გამოიყენოს, მაგრამ არა, საქმე ის არის, რომ მათ სჭირდებათ საკრალური მსხვერპლება. ელენ ხოშტარიას თქვენ იცით, რომ 6 თვე ის იყო სასჯელს დაწესებული, იმიტომ რომ 5,000 ლარიანი გირაო არ გადაიხადა. მას ჰქონდა არჩევანი. პირველი მას ჰქონდა არჩევანი, დანაშაული არ ჩაედინა, მან აირჩია დანაშაულის გზა.
4 შვილის დედას ჰქონდა ეს არჩევანი. მაგრამ აირჩია, რომ ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ ეფიქრა თავის ეპატაჟზე და ჩაიდინა დანაშაულში. შემდეგ მას ჰქონდა 4 შვილის დედას ჰქონდა არჩევანი. გადაიხადა 5000 ლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის 4 შვილთან, ან გაიგრძელებინა ეპატაჟი, რომ მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია, რომ აირჩია არა ის, რომ ყოფილიყო თავის შვილებთან, არამედ აირჩია, რომ მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ისტორია არის, რომელიც ასე პატრიარქთან არის დაკავშირებული, როდესაც მას რამდენიმე წლის წინ ხალხ პოლიტიკური კრიზისი თუ რა პერიპეტიები იყო და ელჩებმა მოითხოვეს მასთან შეხვდნენ და ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს, რომ იყო საკმაოდ კაცრი საუბარი ზოგიერთი ელჩისგან, ითხოვდა პატრიარქისგან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, მოწოდებებს და ასე შემდეგ. მან ყველას უსმინა და ბოლოს უპასუხა, რომ მე ვარ ილია მეორე. ილია პირველი იყო 1500 წლის წინ. და ამით დაასრულა საუბარი. ჩვენ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. ჩვენს თვალწინ იმპერიები შენდებოდა და ინგრეოდა. ყველაფერი ვიცით, ყველაფერი გადაგვიტანია. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ქცევის მიმართაც მზადვა. თავარი მეთოდი და იარაღი რაც ჩვენ გვაქვს, არის კონცენტრირება საკუთარ ინტერესებზე, არანაირ პროევროპულობებზე, არანაირ ანტიჩინურობაზე და არანაირ პრორუსობაზე თუ რა ვიცი, ანტიდასავლურობაზე, არამედ ქართულობაზე. ის რაც ჩვენს ორ მთავარ ეროვნულ ამოცანას ემსახურება, ქვეყნის გამთლიანებას და კეთილდღეობის დასს, არის კარგი. თუ კი ამას ეწინააღმდეგება, არის ცუდი. ასე კიდევ ერთხელ, ქართული და ანტიქართული. ეს არის მთავარი საზომი ჩვენი საზოგადოებაში.